ევროპული გამოცდილება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ რანაირადაც არ უნდა იყოს. კი ვიყავით პირველი, ასე ვთქვათ, თურქეთი იყო ჩვენი პირველი ევროპული ხალხი. მაგრამ მაინც თურქეთი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეხა არც ჩემპიონატი იყო სუსტი და ქვეყანაც სამხელავი ბერტელა თავის გულშემატკივრის კარგიც და ცუდიც, ის მაინც უკვე ეხა თან მით უმეტეს აიაქსი შეხებაში ეხა ძალიან ისე იყო რა ეხა ხო იცი 97 წელია და ზოგადად რომ პირველად გაჟღერდა რომ შეიძლება რომ აიაქსში წავიდეთ და მანამ სანამ აიაქსში წავიდოდით ძალიან ახლო ვიყავით იმაში რა ქვია დეპორტივოში ხო მაგრამ ჰოლანდ დეპორტივოში კი ნუ აი გადაწყვეტილი იყო ტოშაკის დროს უბრალოდ მეჯვარედინა იოგი გავიწყდა მეორეჯერ ხო უშანოდ რო არ ხო მე შოთი აღარ წავიდა უჩემო და PSV-ში აი არნესენ იყო სპორტული დირექტორი კი კაც და აიაქსი სანამ აიაქსი ეთყოდა შოთი არნესენს უნდა ეთქვა კი ან არა და გვითხრა ნუ საბოლოო ჯამში არაო რა და მე შოთი წავიდა აიაქსში და მე შოთი რო წავიდა აიაქსში ვეცადეთ რომ მეცადმე ჰოლანდიური კლუბი მეპოვნა და იმ გუნდში ჰოლანდიურ კლუბში იყო მაშინ ცნელი ევა ისა და მაგამახსენდება ახლა ცნელი რომელიც მუშაობდა ისტანბულ სპორტში რა ამ ბრედას ცნელი გახდა ცნელი რომელიც მუშაობდა ისტანბულ სპორტში და მე კარგად მიცნობდა რა და გერმანელი მცნელი სხვათა შორის ამ ლინენის მეგობარი რა რომელმაც მე კიონში წამიყვანა რა წაგაშველა ალბათ სიტყვა წამაშველა ხო როგორც კი დავიწყეთ ლაპარაკი ეგრევე მითხრა და მიძახა და მითხრა რომ ვარჯიშზე გამოდი გთხოვო მე არ მინდოდა ვარჯიშზე გასვლა მეთქი ხელი მომაწერინა თქვა არა და ახალი მორჩენილი მაქვს რა ეს მუხლი და მეო ვიციო შენი შესაძლებლობებიო და ვიცოდი რომ ეხა მუშაობდა იქ წელიწად ნახევარი ნანახი ვყევარ თურქეთში უბრალოდ რომ ყველა დარწმუნდესო რომ ფეხი არ გტრივაო რა მეტი არაფერი არ მითო ნახე ხალხო ნოიმანი ცნელის გვარია ნოიმანი ელბერტ ნოიმანი და მე ძალიან აი როგორი ეგეთი ჯიგარი მე არ ვიცი რა თავისი მომხრანსი სიმპათიური გერმანელისგან აი რადიკალურად განსხვავებული, აი გერმანელი თან ეგ ხა 97 წელს გერმანელი ჯერ კიდე გერმანელია. ორი ტიპის ფეხბურთი არსებობს, გერმანული და ბრაზილიური. სხვა არ არსებობს. არგენტინა ეტენება რაღაცაში და ხო, უფრო მაინც სამხრეთ ამერიკულია, მთელი ევროპა. გერმანულია და ჰოლანდია აკეთებს აი ოდნავ განსხვავებას. მეტი Ani ori polusi. Messi amanda Braziliaze რო. ეგრეა, არგენდა ახლა. მე როდის ოდისკი. მე ვიღაცას გონი ვარ მართლა ის მე როგორ შეიძლება რომ ბრაზილიელი ვარ, აბარა ვარ ქართველი ვარ. ხო და. ეს ორი ეს კაცი საერთოდ წარმოუდგენლად განსხვავებული იმისგან გერმანელი იყო. არა ვარჯიში სტილი ჩაულებრივად ურთიერთობაში ჩემთან ვერ მოვყვევი მაგარ ამბავს რა გაქვს თუ ქართული კაისაჭველიო მეკითხება მეთქი ხვალ მოდი განახებ კიდევ ნიგზიანი ხარჭო მე ქვაბით მიდიოდა წაიღო რა თავი გაგიჟდა ფაიგეთი კაი ტიპი იყო რა და ხო და მითხარ გამოდიო რა უბრალოდ დაინახე რომ ფეხი კარგად კი გასაგებია რომ ფურცელზე კარგად გიწერია რიპორტი ექიმის რომ არა მე მინდა რომ ნახაო რა ძალიან აი თავისუფლებაც მომცა მეკითხებოდა რომ როგორ აი იცოდა რომ თამაშზე უნდა გამოვდგომოდი რა არ უნდოდა მაინც რომ ვარჯიშზე 100 ბარიერი გადა 200 და 500 ეს რა ყველაზე ისეთი პერიოდი წყნარი პერიოდი ბრედაში ქონდა ხო ეს ხო ის ქონდა ოპერაციის გარეშე ყევების გარეშე ხო ანუ ვინახავდი თავს როგორ განა არ ვარჯიშობდი ყოველდღე ვარჯიშობდი ყველაფერს ვაკეთებდი მაგრამ თუ მეტყოდა რომ 5-ჯერ გადახტიო
100 გადახტომის მერე ვეტყოდი რომ სხვა რამე გამაკეთებინე რა ჩემი ფეხისთვის მაინდა-მაინც 500 გადახტომა არ ვარგა რა და ხა ამაში არ ვიცი ზოგს არ ესმის რა და ცნელის გასაგონათაც უნდა ვთქვა და ფეხბურთელის გასაგონათაც რომ ჯობია რომ არ გადახტე და ვიდრე მაგრამ მართლა ხა რომ წავედი გერმანიაში იმისთვის რომ მე თქვა რომ შაბათს არ ვივარჯიშებო ან ცოტა სხვა რამეს გავაკეთებო პირველივე დღეს გამოაცხადა რომ ვინ შაბათს ბოლომდე არ ივარჯიშებს კვირას არ ითამაშებს ხო ხა ამ შემთხვევაში უკვე უნდა მოძებნო ისეთი მიზეზი რომ ის რაღაცა ხოლმე აი არიან რა ეგეთი მცნელები მე მაინდა-მაინც ეგეთ მცნელთან მოვხვდი მე მაგალითად აი რა განსხვავებული მოძებ და მე იცი რა აი რა გეტყვი კაიზერსლაუტერთან თამაშობთ გასვლას და ძალიან მაგრა ვითამაშე ორი მაგარი მომენტი აი ძალიან მაგარი მომენტი მქონა გავმაზე აი მაგრა აქტიურად და 0-0-ია და 93 წუთზე ესე მარჯვნიდან შესულმა კაცმა დამიგორა დუგასთან ბურთი მივიღე წამოვიღე ესე მოვიქნიე ფეხი გავაკეთე პაციბია ჩავასრიალე აქედან მეორე ჩავასრიალე და დავარტყი და მეკარემ წაარტყა ხელი და კუთხეზე გადავიდა და რო დავარტყი ეს ფეხი მომცა ისა კრამ ანუ გამეჭიმა კუნთი ეს იკრები რომ აი სულ რომ გასო ვეძახით რა ქვია მაგას რა ექვია დაჭიროა დაგებერა არა თუ აი რომ ჭიმავენ მე ფეხს ხო იცი და რომ მოდიან ხო და ხო რა ამას რო გიკეთებენ რა ისე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ჩემი არა რო გიკეთებს მოგრეთ სურათი მაქვს აი სპაზმი მაქვს ესე მოჭიმული მაქვს ორივე ფეხი ჩემი ხელით და გძნობ რომ ეს გამეჭიმა რა 5 წუთია დარჩენილი რა 93 მე-4-ზე ხო და მინა